მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმებით, ძველს, ახალს, მომავალს, გამოიწერეთ არხი არინანებთ. ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის რეზონირდება და გამოისწორეთ ცხოვრება. მთხოვეს ასეთი თემა ჩემმა გოგოებმა. აი რომ საუბრო, ბიჭებსაც ეხებათ, გადაათამაშეთ თქვენ თავზე. აი რომ თქვენი პარტნიორი, მამაკაცია თუ მანდილოსანი, რას საუბრობს, ვნახოთ თავის სისხლით ნათესავებთან, ვისთან საუბრობს, ისინი როგორ დარიგებებს აძლევენ და მეორე მხარე ვნახოთ, ისევ თქვენი პარტნიორი, მანდილოსანი თუ მამაკაცი, რას საუბრობს უცხოსთან, ვისთან საუბრობს და ის უცხო რა დარიგებებს აძლევს. და ბოლოს იქნება სამყაროსგან მინიშნება დარიგება, ასე დავარქვათ, ხო? და მოდით დავიწყოთ პარტნიორი. მოკლედ, რას საუბრობს ჩემო კარგებო და თქვენი პარტნიორი, რომ უყვარხართ, ძალიან უყვარხართ, ნახეთ, უყვარხართ ჩემო კარგებო, რომ თქვენზე ფიქრობს, ყოველ დღე ფიქრობს, მინდა გითხრათ, არა აქვს მნიშვნელობა ერთად ხართ, არა ხართ ერთად, შეხვედრა უნდა, ლტოლვა აქვს სექსუალური, ვინც ჩემ რიტუალებს უყურებთ გამოწევას და გაწმენდას ურთიერთობის აი იმოქმედა, უყურეთ იმოქმედა, რომ უნდა რომ ამ კიბეზე ისევ ერთად ახვიდეთ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები, ძალიან ენატრებით მინდა გითხრათ, უნდა რომ ისევ ხანგრძლივი ბედნიერება გაჩუქოთ, მოკლედ სულ თქვენზე ფიქრობს და სიყვარულის ანგელოზით ნახეთ თავზე გადგათ. ეხლა ვისთან საუბრობს და ეს ოჯახის წევრები აღნიშნე მე. მოდით ესე ვიტყვი, პირველ რიგში თავის თავთან საუბრობს, თითქოს სარკეში საუბრობს თავის თავთან, ასევე საუბრობს მეგობარ ბიჭთან და შეიძლება აქ ბიჭის ფორმაა, მაგრამ ეს ახალგაზრდა ენერგეტიკაა, პაჟი, ხო? ეს ნიშნავს მანდილოსანსაც, შეიძლება დაწყავს, მიხვდით, არ გამოვრიცხავ. დასთანაც საუბრობს, რომ ნახეთ, უნდა ნაბიჯის გადადგმა, თქვენ გიცნობენ სხვათა შორის და წინაღობა აქვს წინ და როგორც ვისთან საუბრობს და რანაირად და კარგად საუბრობს, რომ როგორი კარგი ურთიერთობა გქონდათ, რომ კარგი ადამიანი ხართ, კარგი გოგო და ბიჭი ხართ, რომ რატომ მოხდა ეს დაშორება, რამ და გამოიწვია ეჭვიანობამ ჩემო კარგებო, ეჭვიანობამ გამოიწვია. ორივე მხრიდან იყო ეჭვიანობა, მაგრამ უფრო მეუნებიან მამაკაცის მხრიდან იყო გოგოებში. უკან არაფერი არ უშლის ხელს, მოწმენდილი ცა აქვს, მოწმენდილი აყვავებული მდელო აქვს, მაგრამ რა არის, იცით, წინა აქვს აი ეს. და თან აი ეს, ხო, ფისუნია, ეს უფრო მანდილოსანს ნიშნავს და სისხლით ნათესავი გადაათამაშეთ, ხო? იცით რა არის, კი კარგ რჩევებს აძლევს, მაგრამ თან რაღაცა, როგორ იცით, აი ცოტა სათავისოდ ელაპარაკება, სათავისოდ არიგებს, მიხვდით, გასაგებია. და ეხლა კონკრეტულად დარიგებები ვნახოთ, აბა, ეს სისხლით ნათესავი ბიჭიც და გოგოც რას ეუბნება. ორიანი კვერთხები ეუბნება, რომ იცი რა არისო, დიდხანს სხვა რომ მოგივიდაო, ზურგი შექცევაო, გადაათამაშეთ თქვენ თავზე, ხო? გადადგეო, ნაბიჯებიო ეუბნება, ისევ ეს ფისო ამოვიდა, იცით, ეს იყო აქ მაგიური ჩარევა, იყო, ბევრ ვარიანტში გათამაშდება, რომ
თვითონ სისხლით ნათესავი იყო ჩარეული თქვენ დაშორებაშიც, ხელი მიუძღვის, წვლილი მიუძღვის და თან ეხლა ეუბნება აკონტროლებს, აბა თან გადადგი ნაბიჯება, გამოგივათ შერიგება თუ არა, მიხვდით? ნეიტრალურზე, აი ძალიან ეს ეშმაკურად იქცევა, აქ დედაც თამაშდება, დაც თამაშდება, მიხვდით? ძმაც თამაშდება, არ გამოვრიცხავ. ბიძაშვილებიც კი და იდაშვილებიც სისხლით ნათესავები, მიხვდით? ეუბნება, რომ მიდი გადადგი ნაბიჯი, რა გიშლის ხელს, არაფერი მართლაც არაფერი არ უშლის ხელს, მაგრამ ადამიანი დაკავებულია, ქალია თუ კაცია, თქვენ გადაათამაშეთ თქვენ თავზე, თავისი საქმეების მოგვარებით არის დაკავებული და ცოტა არ იყოს ძალიან შეტოპა, იცით, აი ცოტა თავში აუვარდა რაღაცეები, აი ეს ბუმბული ხო, თავში რო აქვს წარჭობილი, ცოტა შეიძლება ჰაერის ნიშანიც ან ძალიან გამჭრიახე გონების ან ადვოკატია ან მოსამართლე ან პარლამენტშია ანუ ხალხთან შეიძლება ხელოვანიც არის არ არის გამორიცხული იცით აი აქაც აღინიშნება ხელოვანი მოკლედ აი ესეთი სიტუაციებია ჩემო კარგებო მოდი ახლა ვნახოთ თქვენი პარტნიორი აქ კიდე დავამატებ მე თქვენი პარტნიორი უცხო ადამიანთან რას საუბრობს, როგორ საუბრობს და რა დარიგებას აძლევენ გოგოები, ბიჭები. ოხ და ნუ ხო თქვი აქ ჩარევა იყო მეთქი თან ძალიან ჩარევა რა საუბრობს რას იცით ამ უცხო ადამიანთან შეიძლება საერთო მეგობრები არიან არ გამოვრიცხავ და ან ისევ თქვენთვის უცხო გამოდის ხო არასისხლით ნათესავი აი მაგრამ მას მაინც ენათესავება რაღაცა მომენტში იცით შეიძლება შორი ნათესაობა აქვს სისხლით არა მაგრამ ნათესაობა უფრო ბიჭს მეუბნებიან ბიჭებო თქვენზეც ბიჭს მეუბნებიან ну რვიანი თასები რომ ოცნებობს რომ ენატრებით მიხვდით ამბობს რომ აი შეუძლია რომ ისევ ვარსკვლავი მოწყვიტოს ისევ მოგწვდეთ აი ეხლა მიუწვდომელი ხართ დაკავებული ხართ თავისუფალი ხართ თუ პირიქით აი ამასაც ფიქრობს მიხვდით ურთიერთობაში რომ გადმოდგას ეს ნაბიჯი რამდენად სამართლებრივი იქნება მისთვის და თქვენთვის თუ იქნება მისაღები აქ მე მეუბნებიან რომ იყო ზარი იყო მიმოწერა და თითქოს ადამიანმა გითხრათ რომ აი რომ მოვიცლი აუცილებლად შეგხვდები რომ აქ თასებია აქ მამაკაც кейფი უყვარს დალევა უყვარს და აი ამ სიტუაციაში შეიძლება სიყვარულის სადღეგრძელოს სვავენ არ გამოვრიცხავ ხრობის გარეშე და რა არის იცით მაინც არის წინაღობა მაინც არის ესე იგი ეს ვითომ თავისი ოჯახიდან შეიძლება კაცი ცოლიანია ამ შემთხვევაში და ან ქალია გათხოვილი ბიჭებო და მეგორი იცით ქალსაც უყვარს кейფი არ გამოვრიცხავ აქ ისე მიჩვენებენ მაგრამ მაინც ესე იგი ვითომ რომ ოჯახმა არ გაიგოს ბევრს ოჯახი ყავს ქალებსაც და მამაკაცებსაც მაგრამ არა აქვთ ისეთი მჭიდრო ცხოვრება მიხვდით შვილების გულისთვის ცხოვრობენ მოკლედ აი ძალიან მეოცნები ადამიანია აქ კიდე ჰაერის ნიშანს მიჩვენებენ და რა ვქნა და მიჩვენებენ კიდე თევზებს მიჩვენებენ თევზებით ძალიან ორაზროვნად აზროვნებენ და მორიელებს კიდე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მორიელები ძალიან ორაზროვნები არიან იცით ძალიან ფიქრობენ ორი კვირა იფიქრებენ და მათ მაგივრად სანამ გადაწყვიტავენ რამეს უკვე სხვა გააკეთებს მიხვდით აი ესეთი სიტუაცია ხო ეს რას ლაპარაკობს და თქვენი პარტნიორი
ხო, ეხლა როგორ ლაპარაკობს კონკრეტულად, ну 6-იანი თასები, 8-იანი თასები, 6-იანი თასები ჩემოკარგებო და სანამ განმარტებაზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ, რომ 2 პაჟი, 2 რაინდი დაფიქსირდა აქ უყურეთ, მეოცნებობე, მოსინჯვა, კიდევ ცადო, მიხვდით, ეს ძალიან დაემთხვა ორივე შემთხვევაში, ამას აგიხსნით, გავაგრძელებ ახლა და 6-იანი თასები, 8-იანი თასები, 6-იანი თასები. იცით რა არის ძალიან ოცნებობს, კი შეხვედრას აპირებს, რას ლაპარაკობს ხო, ეხლა ამ თქვენთვის უცხო ადამიანთან პარტნიორი, რომ ესე იგი ხელს არაფერი არ გიშლით პრინციპში, იცით, ეხლა ნამდვილად არ გიშლით, ისევ არც ზოგს ოჯახები ყავთ, ნამდვილად ყავთ ოჯახი ყავთ, ნამდვილად, მაგრამ ხო თქვი ეს სუფთა წყალი, კამკამა წყალი ჩამოდის, აქ რიტუალები იყო ჩატარებული ორივეს მხრიდან, ცუდი არა, კარგი და იცით რა არის, თავში უდევს ფიქრებში, რომ გამოვიდეს ადამიანი კონტაქტზე, გამოვიდეს, მაგრამ იცით რა არის, რაღაცა ქვები, სიმძიმე, მაინც მძიმედ ფიქრობს თავში, იცით, აი იგივენაერად ფიქრობს, რომ მთლად ესე იგი მარტო ოცნებობს, აი კი მე გავაკეთებ, კი გამოვალ, არაფერი არ უშლის ხელს ამ ეტაპზე, აი აქ უყურეთ ბილიკებიც არის და ძალიან მოწმენდილიცა, მაგრამ აი ამ თასებთან ერთად, ხო, უყურეთ ეს თავისი მეოცნებე, მოკლედ ძალიან რომ გადასდის ფიქრებში, მიხვდით, აი შევსებული თასები, ყვავილებით, სიყვარულით, ბედნიერებით, მიხვდი, ეს ლაპარაკობს ამ ადამიანთან, უცხოსთან თქვენზე, რომ ბედნიერიც იყო და კიდე უნდა ის ბედნიერება კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ეს ქვები წყალში ხო, რაღაცა სიმძიმე არის, ეს არის მაგიური ნეგატივი გენაცვალე, ისევ არის ჩარევა. ბევრს ბავშვები ყავთ და აქედან გამომდინარე იმის მხრიდანაც ან დიდი ხანი, ისეთი დიდი ხანი იცნობთ ერთმანეთს, რომ უკვე აი თითქოს ბავშვობიდანვე რა, აი ძალიან ზოგი 20 წელი, ზოგი 10 წელი ესე გამოდის რა და აი თითქოს ტყუპებივით ხართო, იცი, ტყუპებივითო, აი ერთი გონებრივადაც სულიერადაც და სულიერი მონათესავე სულებადაც მიფიქსირდება აქ ბევრი მე კი მიფიქსირდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორივე მხარეს, თქვენს და თქვენს პარტნიორსაც, ну, მყარი ხასიათი გაქვთ, იცით, მყარი ხასიათი გაქვთ და იყო აქ ცოტა არდათმობები, იყო აქ გაურკვევლობები, მაგრამ მაინც რიგდებოდით ხოლმე და ეხლა ბოლოს უკვე გოგოებო უფრო მამაკაციდან გამომდინარე, რაღაცა მომენტში ადრე ამ თქვენ პარტნიორმა აურია და თქვენ მერე გადაერთეთ სხვა სიტუაციაზე, ამასაც მეუბნებიან და მერე იყო დაშორება, განშორება და მერე ისევ შერიგება, ესე თამაში იყო მოკლედ, მაგრამ აი როგორ იცით, ოცნებობს უფრო და ეს ოცნებები და საუბრები ცოტა ილუზიებში გადასდის, მიხვდით, ილუზიებში რა, არც ცდილობს, არ ჩქარობს ნაბიჯის გადმოდგმას ჯერჯერობით. და ეხლა ის რას ეუბნება, აი ის თქვენთვის უცხო, ხო, გოგოებო, ბიჭებო, ну არ ეუბნება კარგს, იცით, იყო აქ არასასიამოვნო საუბრები, იცით რა არის, აქ სისხლის ნათესავზე, იმიტომ გავაკეთე შედარება 2 პაჟი, რომ დაფიქსირდა ეშმაკურად, აქაც თქვა დადებული, ასე ვთქვათ, ლოდი, ხო, სიმძიმე, პრეპარატია ის წინაღობები, ხო, თან ეთამაშობს ეს სისხლის ნათესავი, რომ კარგად ელაპარაკება, მიდი შეურიგდი, თან მაგიური რიტუალები აქვს და რაღაცებს უყურა ეტყობა, იმიტომ რომ თვითონაც აზრზე არას უყურა და ბუმერანგი მოუბრუნდა უკან, ეს თქვა წინ დაუხდა. მაგრამ აქ ნახეთ ეს უცხორას ეუბნება, აქ არის ესე იგი არწივი ბევრ ვარიანტში კარგია, მაგრამ ბევრ ვარიანტში არ არის კარგი,
გულზე უკიდია, ესე იგი ურთიერთობებზე ელაპარაკება თქვენ ურთიერთობებზე, რომ რად გინდა თუ ესეთი ხასიათის არის მაინც იჩხუბებთ თუ სხვა მამაკაცი ყავს და თუ სხვა ქალი ყავს მაინც იჩხუბებთ და იგივე ანუ მდინარეში ორჯერ რაღაცზე შეცურავ და იგივე შეცდომას რაღაცზე გააკეთებ მიხვდით ასე რომ აი ესეთ დარიგებებს აძლევს ეს არაკეთილის მოსურნე თქვენი და მე ესე მკარნახობენ ბევრ ვარიანტში იცნობთ ამ ადამიანს და უფრო მამაკაცი ამოდის მამაკაცებშიც მამაკაცი ფიქსირდება. კარგით, მოდი ახლა ვნახოთ, ესე იგი, აი ამ თემას დავუბრუნდეთ, პირველ თემას. ესე იგი, რას საუბრობს, რა დარიგებას აძლევენ, ხო? და ახლა მოდი ვნახოთ, აბა მისი გული, თქვენი პარტნიორის გული, აი ამ ყველაფრის მერე. და აქაც ვნახოთ მისი გული, აი ამ ყველაფრის მერე. ოხოხო ხუთიანი კვერთხები გაუგებრობა ჩხუბი რა თქმა უნდა სისხლით ნათესავებთან ესე იგი ნამდვილად იყო მაგიური ჩარევა ნამდვილად იყო აჯანყება ნამდვილად ესე იგი მის გრძნობებში თქვენი პარტნიორის გრძნობებში იყო სერიოზული ჩარევა სერიოზული შავი მაგია იყო აქ სერიოზული ძალიან უჭირდა გონებრივადაც სულიერადაც ფიზიკურადაც აბსოლუტურად ესე იგი შებუჭილი იყო ადამიანი და მის გულში რა ხდება თვითონაც არის ის გოგოებო ბიჭებო რა ხდება მის გულში თან უნდა რომ გადმოდგას ნაბიჯი თან იმდენი დრაკონები და იმდენი არასასურველი ფრინველებია რომ როგორ იცით აი მისი გული ხო მას არ ეკუთვნის ამ ეტაპზე იმიტომ რომ თქვენ ახლა თუ აქ მე კიდე ვიტყვი ვინც ჩემს გამოლოცვებს და რიტუალებს უყურებთ რეზონირდა და ეხლა შავი და თეთრი ძალების ჩხუბი მიმდინარეობს აი აქ ნახოთ აბა როგორ გაიმარჯვებს რამდენად ძლიერ მაგრამ ჩანს რომ ძლიერი ადამიანია ძალიან ძლიერი ადამიანია მოსიყვარული ადამიანია სხვანაირად არ შეიძლება იმიტომ რომ ნახეთ როგორ დაიწყო ტარო ხო ნახეთ როგორ დაიწყო გაშლა სიყვარულით კი სიყვარულით მაგრამ უფრო თავის თავზე შეყვარებულია აი აქ იცით უფრო მეტად თავის თავზეა შეყვარებული ეხლა ნახოთ აქეთ თქვენი პარტნიორის გული გოგოებო და ბიჭებო აი ამ უცხო თქვენთვის უცხო ადამიანი რას არიგებს და მისი გული ნუ ეხო ნახეთ არა რაღაცით გავს ესე იგი აქ ჩხუბი დავიდარაბა და აქ ამოვიდა მარტოობა ესე იგი ადამიანს არ ყავს ამ ეტაპზე არავინ გვერდში მარტო ბრძოლობს ჯანმრთელობაც არ აქვს ცოტა კარგად იცით ჩაკრები მთელი ჩაკრები ხერხემალი ზურგი აქვს ჩაი დაკავებული სულ სიშავეებით და პორჩებით მოკლედ გაშავებულია თავიდან ფეხებამდე ადამიანი მაგრამ აქ რა არის იცით ეს უცხო ადამიანის დარიგების მერე რას ფიქრობს ხო აქ მისი გული მაინც კარგად იქნება რაც არ უნდა მოხდეს ხო აი ეს თავზე კარონა რო გადააძრეს ხო ისევ დავიფარებო და ფიქრობს რომ გადმოდგას ნაბიჯი ეს თავის გულშია კარგით ეხლა მოდი ჩვენ ვნახოთ მეგობრებო მისი ნაბიჯები რა იქნება ხო მისი ნაბიჯები აი თვითონ გადმოვარდა და აქეთ ამოვიღებ ნუ გასაგებია რა ჯერჯერობით სერიოზული ომი მიმდინარეობს მის ნაბიჯებში, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ საშინელი სიტუაცია აქ ნახეთ თავი როგორ აქვს, უკან დემონის ძის, უყურეთ, კიდევ ვამბობ რომ თქვენი
თითქოს ადამიანს რო შეეკითხო რა იყო ჩემი გეშინია, ისეთი სიტუაცია ამოვიდა აქ, რომ გეტყვის არა, მაგრამ რაღაცა უთხრეს, ან თვითონაც იყო ტაროლოგთან, ან მამაოსთან, აი რაღაცა ესეთი იცით, ვისაც ეხლა ეკლესიაშიც ხო ტარდება რიტუალები, ეს ეხლა თქვენ არ გიმჟღავნებენ, მაგრამ მთელი სოფლიოს მასშტაბით საქართველოს ჩართვით იქ ტარდება მთელი სწავლა მიმდინარეობს რიტუალების და ეს უბრალოდ ხალხს არ ეუნებიან, იმიტომ რომ არ უნდა გამჟღავნდეს. იმიტომ რომ ყველა პროფესორი გამოვა, ეხლა როგორც შესწავლილი რიტუალისტები და ვითომ წმენდავები მიხვდით და მე ბუმერანგი რო თქვენ გიბრუნდებათ ისე უკან, იმიტომ რომ არ იცით ბევრმა ვის უყურებთ, რას უყურებთ და როგორ აკეთებთ, ხო? და ისინი რა ძალებზე მუშაობენ, იმიტომ რომ ის ძალები თქვენ გიბრუნდებათ ისე უკან. აქ შეიძლება გაიხსნა უკვე, იმიტომ რომ აი სხივები ტუნელიდან სხივები ჩანს ნახეთ და ჩაგდებული ხართ ორივე აი ამ სიბნელეში, ამ გამოქვაბულში ასე დავარქვათ, ხო? და ნამდვილად ესე იგი აი ამ სიტუაციას შეგახსენებთ, აი აქ სერიოზული მაგია, აქ სერიოზული პრივაროტია, აქ არის სიკვდილის პორჩა გაკეთებული, ანუ პორჩა სიკვდილზე, ვიღაცამ სერიოზულად გაიმეტა თქვენს და ისიც სერიოზულად გაგიმეტად ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა, აქ სისხლით ნათესავმა ეს სიტუაცია ხო სისხლის ნათესავია აქ. რა თქმა უნდა, აქ ისევ დედა და ესეთი სიტუაცია მიფიქსირდება, აქ არის მუსულმანური და სომხური მაგია დაფიქსირებული, აზერბაიჯანული მაგია, აზერბაიჯანული და თან ტაროს აშლევინებენ, ზოგი შეიძლება წყალში იხედება, აი აქ ნახეთ როგორაა, რომ არ შერიგდეთ და თქვენ შორის, ანუ ცუდად მოგეჩვენოთ ერთმანეთი, მიხვდით? ცუდად რომ მოგეჩვენოთ ერთმანეთი. ნუ აქ ეხლა მისი ნაბიჯები, აქაც 4-იანი პენტაკლი, გითხარით თავისი საქმით არის ადამიანი, ქალია თუ კაცი დაკავებული და ნამდვილად არ ჯერჯერობით არ ჩქარობს, ჯერჯერობით ლოდინის რეჟიმშია, ჯერჯერობით აგროვებს კაპიტალს თავისი ოჯახისთვის, ვისაც ყავს, შეიძლება შორს ყავს და ან ერთად არ არიან, მაგრამ მაინც მეუღლეები თუ არა, შვილები ძალიან უყვარს აქ მაჩვენებენ, მიხვდით, მაგრამ თან იმას ფიქრობს, მე რომ ეხლა ეს დავაგროვო ეს შვილები თუ დამიფასებენ და ნახეთ როგორ არის ესე იგი, უნდა რომ ძალიან მიწვდეს ზეცას, მაგრამ ამ დროს აი ამ ლოდინში რომ მაცადეთ, ხელი არ მახლოთ, მე თვითონ გავაკეთებ, ხო ხდებით? დრო გადის, რა თქმა უნდა, მისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ჯერჯერობით აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც აღწერე, აქეთ უკვე ნამდვილად არ ჩქარობს, ანუ დაკვირვებებსაც აწარმოებს, იცით, დაკვირვებებსაც აქ იყო საუბარი, რომ ესე იგი არ ვიცი მის ფინანსებზე შეშინდნენ უცხო მეგობრები, თანხებზე იყო საუბარი, რაღაცა საჩუქრებზე იყო საუბარი, პატივისცემაზე იყო საუბარი თქვენს და მის შორის, იცით, თვალი და ეს ადამიანი ხმლით რო არის, ვინც ხმლით მოვიდა აქვე, ისევ ხმლით წავა და იყოს ასე ამინ. და ეუბნება, რომ არასასურველი ადამიანი, რომ არაფერი არ იჩქარო, ჯერ კიდევ რაც გინდა და ასე შემდეგ. გასაგებია, მოდით ეხლა ვნახოთ დარიგება. რას არიგებენ თქვენს პარტნიორს და თქვენ. მაღალი ძალები, ნახოთ აბა მეგობრებო. ნუ თქვენს პარტნიორს არიგებენ, რომ ისევ ჰაერის ნიშანი, ნუ კი, გამჭრია ხეობა და ყველაფერი კარგი, წინსვლა და საქმიანობა, ყველაფერი კარგია, მაგრამ იცით რა არის საბრძოლველად არის მზად და თქვენ პარტნიორს არიგებენ ზემოდან მაღალი ძალები, რომ არ გინდა ეს სულ ბრძოლა, კარგ
ხარკს არ მოგიტანს, ცოტა დაეშვი დაბლა, ესე არიგებენ და გადადგი ახალი ნაბიჯები, მაგრამ ხმლით არა. ცოტა შეცვალე რაკურსი ესე უბნებიან. ეხლა აქეთ მხარეს უცხოსთან ესე იგი დარიგებები რო ჰქონდა თქვენ პარტნიორს, ნუ შვიდიანი ხმლები, აი ხო გეუბნებით, ძალიან ცუდ სიტუაციაშია და ნამდვილად ტყუილი ამოდის, ეს არის ტყუილი, ეს არის ფარსი, ეს არის მლიქვნელობა, გატყუებენო ესე იგი თქვენ პარტნიორს, მაღალი ძალები ეუბნებიან, რომ აი აქ აი ეს პიროვნება დარიგებებს რო აძლევს ხო, უცხო თქვენთვის, ესე იგი და მისი გარეშე ძმაკაცები ასე დავარქვათ და ქალები ხო თუ ყავს, რომ ესე იგი გამოდი თვალი გაახილე მაგ ტყუილიდან, გამოდი ეუბნებიან, ძალიან კარგი. ეხლა თქვენი დარიგება, ნუ 10-იანი პენტაკლი ჩემოკარგებო, იქნება ვისაც გინდათ რომ ესე იგი ბოლომდე გააკეთოთ რიტუალები და შეერიგება, ცოტა დიდხანს მოგიწევთ, იმიტომ რომ დღეს და ხვალ უცებ შავი მაგიის მოხსნა ადვილი არ არის, თან ნახეთ ავხსენი რა საშინელ სიტუაციაშია ეს თქვენი პიროვნება და ესე იგი იქნება წინსვლა, გზების გახსნა, მეგობრები, ვისაც შვილი უნდა, შვილიც იქნება, ახალი ცეცხლი, ახალი სული, ახალი ნათება, სახლი. ასე იგი მიხედეთ თქვენს თავსო, უფრო ესეთი დარიგება, ესეთი ადამიანი თქვენ ბევრ ვარიანტში გარიგებენ მაღალი ძალები, რომ ახალი მეგობრები, გოგო ბიჭი ხო, ახალი ნაცნობობა, ოჯახს მიხედეთ, სახლს მიხედეთო, ნახეთ როგორი ერთგული მეგობარი გელოდებათ თუ ამ სიტუაციას გაუშვებთ, აი აქ რაც ვილაპარაკე, ვისაც გინდათ, იქნება ახალი სიტუაციები და კარგი ჯანმრთელობა მინდა გითხრათ და ვისაც გინდათ რომ ეს ადამიანი დაიბრუნოთ, მაშინ მოთმინება გმართებთ, ცოტა დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, წმენდები ორივე მხრიდან და მერე არ არის გამორიცხული რომ შერიგდეთ და თვალები აეხილოს მას ყველაფერზე. და ეხლა აქეთ თქვენზე დარიგება უცხო სიტუაციიდან, ნუ 6-იანი კვერთხები, არის ნაბიჯის გადმოდგმა, დარიგება რა არის, ესე იგი ხო, ურთიერთობა თქვენ თვითონ უნდა გამოასწოროთ, გააუმჯობესოთ, ისევ გამოლოცვებით, ისევ წმენდებით, რიტუალებით და შეგახსენებთ ახლებო, რომ ჩემი ვიდეოების გადმოქაჩვა არ შეიძლება, ძალას კარგავს. მხოლოდ ჩემ არხზე უნდა შეხვიდეთ და ჩემი არხიდან უნდა უყუროთ ნებისმიერ რიტუალს, თორე ისე არ რეზონირდება, დაბლოკილი მაქვს. ხო, ეს გაითვალისწინეთ. და არის ახალი ნაბიჯები, ნუ არის მცდელობა კი, რომ ესე იგი არ დაუჯერებ ამას თქვენ ესე იგი არ მიაქცევთ ყურადღებას, მიუხედავად ამისა, რომ ესე უბნება ეს პიროვნება და ატყუებს, ხო? თუ შეგწევთ იმის ძალა, რომ მართლა ცხენზე შეჯდეთ გოგოებო, ბიჭებო და წინ წახვიდეთ და გაიტანოთ აი ეს ყველაფერი გაასუფთავოთ, ხო? მაშინ კი ბატონო იმოძრავეთო და გვერგვინიც არის, კი, გაიმარჯვებთ, ნამდვილად გაიმარჯვებთ. ხო, დამელოდეთ ახლა ავიღო, ავკრიფო ტარო, ეს ნიშნავს ამინს თქვენი მხრიდან. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, აი ეს ლაიქი არ დაგავიწყეს და მომავალ შეხვედრამდე თქვენთან იყო ნინია.